რა ამბებია, ნიკანდრო, ბატონო. როგორ ბრძანდებით? რა მიჭირს თქვენ ბრწყინვალება? მადლობელი ვარ. აგერ მოკლევის შედეგებით გიახელით. ეს მოკვლევა თქვენ ბრწყინვალება ვეხება ჟანდარმერიის გაუმძებელ მუშნის ზარანდიასა და აბრაგდათა თუთაშხეს ურთიერთობის საკითხს. დიახ. რა ირკვევა? არაფერი. კილიას მასალებიც ამას მიადასტურებენ. მუშნის ზარანდია დღიდან ჟანდარმერიაში სამსახურისა თავის ბიძაშვილთან რაიმე ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა. მოგახსენებთ თქვენ ბრწყინვალება. მუშნის ზარანდია სახელმწიფო და საიდუმლო სამსახურშია. რომ არ უნახოთ ჩემი მამიდაშვილი ან დღე მოკვდები ან ხამევა ასეც არ გაივლებს გულში. კარიერას არ გაიფუჭებს. ასია ეს. დათა თუთაშხია არის და ეშმაკი და ოხერია დასწყელოს ღმერთმა. არ ნახავს მუშნის ზარანდიას არაფრით. სამსახურში არ წაუხდეს რამეო. მარა არის ერთი საქმე. არა, გავიგონე რაღაც ისეთი. შემოწმება ვერ ხერხდება ამ ცნობის. და არ შევიტანე მოკლევის მასალებში ამიტომ. რა არის მაინც? კონტრაბანდისტების საქმე თუ გახსოვთ თქვენ ბრწყინვალება. მუშნის ზარანდიას ფლად პირველი საქმე. რა თქმა უნდა. ზარანდია მიქ ერთი ებრაელი დაიჭირა. გვარის კი მახსოვს კაცობაშვილი. დიახ, თქვენ ბრწყინვალება. ღმერთო დიდებულო, რა მეხსიერება გაქვთ? როგორ დაიმახსოვრეთ გასაკვირს ვარ. ეშმაკობთ. არა თქვენ ბრწყინვალება. როგორ ვიკადრებ თქვენთან ეშმაკობას? დიახ. და იმ კაცობაშვილის შვილი ისაკი და კიდევ ერთი თლად უფროსი ძმა. უსინათლო მორდუხაი მივიდნენ მის ძოლთან. და 7000 მანეთიანი ბრილიანტის საყურეები დაუტოვეს ზღვნად. ასე ამბობენ. ნიკანდრო ბატონო, თავს იზღვევთ. რას ბრძანებთ თქვენ ბრწყინვალება? ვერ ხერხდება შემოწმება და არ შევიტანე მოკლევის მასალებში ამიტომ. დაბრძანეთ. ბატონო პოლკოვნიკო. აბა გამოიცანით რა უდევს გულში. უბრალო რამ თქვენ ბრწყინვალება. ნიკანდრო კილიას ოფიციალურად ეს საკითხი არ დაუყენებია, მაგრამ სიტყვიერად მოგვახსენა. და იმ მიზნით, რომ თუ როდისმე ძღვენის მიღების ფაქტი დადასტურდა, კილია საყუდურისაგან თავისუფალია. მე ბატონო ადრევე მოგახსენეთო. თუთაშხიას გარშემო ახალი ხომ არაფერია. გაფაჩუნება არის მისი. აგერ წელიწადი ხდება სადაცაა. არც არავის უნახავს. ტერორისტ ბუბუტეიშვილის დახმარებით მე ვახშებულა რომ გაძარცვა, მას შემდეგ აღარ ჩანს თქვენ ბრწყინვალება. უგზოუკლოდ დაიკარგა. ანიკლებ მოკლეს საცხაის ოხერია? ერთი წელიწადით ხვინ წინ გიტრიალად ნიკანდრო ბატონო. იმ ერთ წელიწადში თქვენ ბრწყინვალება 20-მდე ისეთი კაცი გადმოვიბირეთ, ვინც მასპინძლობდა და მეგობრობდა თუთაშხიას. კაი ბატონო. თქვათ 10-მა კაცმა თვითონ უთხრა თუთაშხიას რომ გადამიბირეს და თუ ძმა ხარ აღარ მესტუმრო, მარა 10 ხომ დარჩა კიდევ. ისეთი მამაცაღლია აღარც ერთ სიახლოვეს არ გაეკარა. ნადირის ალღუ აქვს თქვენ ბრწყინვალება. და გველი შკუა. მაგაში გეთანხმები. მე ვახშის გაძარცვას პოლიტიკის სუნი აზრის. ესე იგი, ერთი წელიწადი არ გამოჩენილა. დიახ, წელიწადია თქვენ ბრწყინვალება. აბრაგის ხვედრი ბოლოს და ბოლოს სახლჩობელა დევრის ტყვია ანგამცემის ხანჯალი. მაგრამ დათა თუთაშხია ჩანს განგების რჩეულია და მისი ბედის წერა ყოველ შემთხვევაში
ჯერჯერობით არავითარ განონზომიერებას არ ემორჩილება. აქ დაჟინებული მეთოდური მუშაობა საჭირო. ახლა რას გეტყვით, იცი დათავადანო. ჭრილობები შეგიხორცდათ ორთავეს. და ნუ მიწყენდა რომ მიდიოდეთ ის დრო სწორედ. თქვენი სანაკაცების მასპინძლობას რაჯებია, მარა 1000 ჯურის ხალხი დადის ჩემთან მალამოსათვის და არ გაწყრეს ღმერთი, არ გიცნოს ვინმე. ან შენ, ან მოსე. წამალს მოგცემთ. ნუ გეშინიათ. ერთ კვირაში სტამბოლის კაჟივით იქნებით. კარგი. შენი ძი. Hagadzem adlobis medi რა გვეთქმის, მარა თუ მიაქციე ყურადღება დათავადონ. თვითონ როგორ გავს ვირთხას? ვირთხას? ეს ჩვენი მკურნალი თორიაა, გვარა და თორიების საგვარეულო ხელობა. ვირთაგვა ჭამიების, კაცი ჭამიების გამოყვანა. ხომალზე 1000-ობით ვირთხა რომ იყო ერთი მაგისთან აგაერიოში. ზოგს დაახჩობს და შეჭამს, დანარჩენები თვითონ გადახტებიან წყალში. გამიგონია ეგ, მაგრამ საინტერესოა ძალიან. როგორ ახერხებენ მაგას? ასეთი წესი აქვს. სახსუკა რომ კაცი არ ჩაგიხედავში? არა? წამოდი, გიჩვენებ. ორი რაირად შეიძლება კაცი ჭამიას გამოყვანა. შიმშილი და სიმაცხლე. ჩასვამენ 7-დან 9 ვირთაგვას სარიელ კასრში და არ მისცემენ არაფერს წყლისმეც. სიბნელეში უნდა იყო. სიბნელე თუ არ იქნა ისე, არ გამოიზრდება კაცი ჭამია. კასრი რკინის უნდა იყოს. თუ არა, რომ მოშივდებათ, გაღრნიან და გაიქცევა ყველა. არ იხოცებიან მშივრები? არა, ყველაზე მეტად რომელიც დასუსტება შიმშილი, იმას შეჭამენ ვირთაგვები. ასე მიყვება საქმე. სანა ერთი არ დარჩება შიგ. ის ერთია ვირთაგვა ჭამია. მარა რანაირი სარფიანი საქმეა თუ იცი? მე ხომალდები 50 თუმანს იძლევიან თითოში. შეხედე? სიმაძღრით რომ თქვი? ისევია, მარა ერთნაირი საჭმელი უნდა კონდეს თავსაყრელი. გოცინითი, ჭამენი სოხრელი, გასუქდებიან. მერე ყელში რომ ამოუვა და ვეღარ ეკარებიან, მაშინ უნდა ბოლში კაი გამოყვანილი შაშხის ტყავის ჩაგდება შიგ. ტყავი მაგარია. ვირთხა კი არა ღორი ვერ დაღნის, მარა ნამეტანი მიბზიდველი სუნი აქვს. ღონიერ რომელიც გამოდგება, ის დაეპატრონება პირველად იმ ტყავს და ატყდება ომი. არამე და არამეო. შეჭამენ ერთმანეს და ბოლოს რომ დარჩება, ისაა კაცი ჭამია. რეაქნა საწყალმოთორია. სულ ვირთხებთანა, სულ კაცი ჭამიებთან. მათი ცხოვრებით ცხოვრობს და დაემსგავს ადამიანი ვირთხას. ადამიანი მოსე შენ რაც ხა უკეთესი ხომ არ გონია? ის ადამიანი ბაბა გადის თუ მარია მიხედე ახლა ბაბა გამარჯობა დედა. გაგიმარჯოს. ვისი ეს ხენები?
ბოდღო ყვალთავას და მისი ორი კაცი. შენ ფანქარი მოგიტანე, კარგი წესიერი ფანქარი. მადლობ დათავიძე. ქაღალდი გაქვს კიდევ თუ გაგითავდა? გამითავ. არაფერია, მოგიტან კიდევ. თქვენ არ მომატყუებთ დათავიძეა, მამა ჩემია რომ ატყუებს, ქუთაისში დაგიყვან და გიმნაზიაში გასწავლია. გამარჯობა მამა. გაგიმარჯოს დათაშვილო, დაბზანდი. აგე. ძალიან დიდი ფული აქვს მაგას, დიდი. ხო და მოემსახურე კარგად ჩულო და გაჩუქებენ გვარიანად. ახლა ამათ მიხედე. რა მოგართვათ ბატონო? მოდი აგრე გოგო. ახლავე ბატონო, მივხედავ სტუმრებს და გიახლებით. არ გეყურება გოგო შენ, რას გელაპარაკებია? კიკუ, დეიცადე პატარა ხანს ხალხია მაგენით. რა იცი შენ? კიდევ ერთი დოკიღვინო მოგიდანე ჩვენ. ვინა გოგო ის კაცი ბერთან? არ ვიცი ბატონო. ერთი დოკი მაგათ მიერ. კი ბატონო. ყველი მოგიდანე კიდევ. ამაღამ ხომ მოიწვინებთ აქ? მაგინც თუ მოგირდებათ, მაგერი ვერ გისწრებე შენ. კიკუ. მოდი აკოვაშე! დაიღეს. ყველაფერი დაიღე. ღვინო და ყველი დადოვა. გადაგვიწმინდა მაგიდან. შერცხვა გიგო. შერცხვა თუ არა ის მყავს. ღვთისმშობელი. ხუთმანეთად აქვე გაშიშულდება თუ გიგო. აი ეხლა ნუ ლაპარაკობ მაგას. არ იცი შენ. ო, პატარა ხარ ჯერ. ქალს ფარა ანახე, ფარა. ყველაფერს აკნევიებ. უჯიშოა ქალი. უჯიშო, მოკლე ფეხები აქვს. დააკვირდი და ნახა. დაარიგე ახლა თუ არიგებ. დავარიგე ბაბარასვიზამ. მოკლე ფეხები. კი, მოკლე. კაცზე მოკლე ფეხები აქვს ქალს. აბა ქალის ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით მოგონილი რატომაა? ფეხს აგრძელებს და მიტო. ოღონდ გაი, შენი 20 მანეთი. დაარიგე. მაგრამ მეტის მეც ნუ იზამ, თუ არა აღარ შეგარჩენი წოდა. დაარიგეთ და მოალახლავე. რატომა ჩემს გამოგზავნილ ღვინოს რომ ასვამთ? წვენის მადლობელი ვართ ორივე. მაგრამ მე ვერ იდები ღვინოს არ ვსვამ. რატომ არ სვამთ მეთქი? ვიკითხე აქ მე. მე ხარ შენ. მე მეკითხებით? შენ, აბავის. გზავრი ვარ. ბოდღო მოდია. ფული მომეცი ბოდღო. ჩემი ფულიდან 100 თუმანი მომეცი წავაგე.
აგერ ნახე თუ არ გაიხდის ხუთმანეთად. შენი ფული. კიკო. მოდი აქ. შენ თუმანი. აი. ეს თუმანი ოქრო. შენი რომ იყოს ხო გინდა. თუმანს მამა შენი თვეში ვერ მოიგებს. ახლა ერთი წუთით გაიხადე. შიშველი დამენახე. ერთი წუთით. ხო და შენი იყოს ეს თუმანი. რასაა რომ აკეთებ არცხვენი ამხელად? ვინ გითხავს ხლაპო შენ ვისაქმეშია რა? აჯაჩი ახლა ნუ მაშინებ თუ ღმერთი გწამ. კიგო. მოდი ბაბა, ლეიბები წაი. კარგი ახლა გეყოფა შენს. არც მე მჭირდება ყურო. შიშველი კიკუს ნახვა, მაგრამ ყველა კაცმა თავისი საქმე თვითონ იცის. და ხელი არ უნდა შეუშაო. კიკო. კიკო. შენ კიდე თუმანი. ეცოტავება. კიდევ შენ თუმანი და გაიწერე. ვითომ რიონში ბანობისე და ბუჩქებიდან გიყურებს ვინმე, შენ რომ არ იცი ისე. მართლა გათახსირებული ყოფილან ეს კაცები. შვილო ჩემო, წერილარს. უკე თუ თვალის შენი მარჯვენა გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდეს შენგან. რამე თუ უმჯობეს არს შენ და რათა წარწყმდეს 100-თა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გვამიშთავარდეს გენიასაშინ. ხმა ჩაიწვიდე, ბებერო თარა დაგავიწყე აღთქმა და სახარება. რა თქმა ბაბუ ამბოთხო? თუ ხედავ თქვენ რაში ყოფილა საქმე. აგერ ამათი ცხენია კიკუს და არ გაიხდეს, აბა რა იქნება? მიბრუნდით. რას მომსტერები ხართ? მიბრუნდით ახლა ზურგით. მოყურე ამაჩი. მიბრუნდით ახლა ზურგით. შენ არ გესმის რას გელაპარაკებიან? მობრუნდი აქეთ. არავის საქმეში არ ვერევი მე. არავის საქმე არა, საით ვიყურები და საით მიბრუნდები.
მოდი აქ ერთად გეტყვი რაც. მოდი შენი ჭირიმე, მოდი. მოდი. გიგო. მოდი აქ ერთ საყვარელო, მოდი. გიგო. 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 ხედავ ამ ფულებს. მოდი ჩემთან ამახამ საყვარელო. მოდი და შენი იქნება ეს ფულები. მოვა. ხო მოვა. რა უნდა გავაკეთო შენ? არაფერი, რასაც ქალები აკეთებენ კაცებთან. ხო მოვა. წამოდი ჩემთან. წამოდი ჩემთან. წამოდი შენი ჭირიმე. წამოდი. წამოდი ჩემთან. წამოდი გიგო. წამოდი შენი ჭირიმე. წამოდი. დათა თუთაშხია. ნამუსიანი. სამართლიანი კაცის სახელი გავს. ამ ბოროტებაზე რას დადუმებულ ხარ? ადამიანი იღუპება. არა, ეგ ჩემი საქმე. არაფერი არაა ჩემი საქმე, რაც მე არ მეხება, მე. ეგენი არავინ არაა ჩემი ჩარევის ღირსი, შევა კიკუ მაგასთან. რომ ჩავერიო არ შევიდეს იქნება, მაგრამ უარესშვებიან მერე ვიცი მე ეს. გავათავე ეგენი მე. მივდივარ მე. ლაჩარი ყოფილხარ. ლაჩარი? ვინც ღმერთს განუდგა. ვინც კაცთათვის არ აღასრულა ის რისი აღსრულებად ძალუძდა. ვინც ღვთისშვილს განსაცდელში ხელი არ გაუწოდა, იგი ლაჩარია. მან თავისი თავი მარტოობისათვის გასწირა. თუ შენ არ გინდა კაცნი, არც კაცთა უნდი ხარ შენ და ხვედრი შენი მომწყდეული ნადირის ხვედრი არის. მართალია ეს? მომჭერი თავი და დავიღუპე კაცი. გიგუ! გამოდი გარეთ ახლავე. მიხედეთ მაგ ძაღლიშვილს. არ შემომივარდეს აქ თუ არა დავაპორებ ხორილს. მომჭერი თავი თქვენ ძაღლიშვილებო. გაეთრი ახლავე გარეთ ეხარო მაგინებს შემალახო. რა ვთქვი მე? რა გინდოდა ეს ლახა საქმე? დათაბიძია, ნუ წახო დათაბიძია გიშველე რამე. დათაბიძია. და წავიდი აქედან მე. დათაბიძია. გამაუშვი ჩემი შვილი, მე ძაღლიშვილებო. აეთო მოგცა. Baba! Puli, Baba! Shiride, Baba! Beuri Puli, Baba! Tata tutashkia. Shenski sersedi qos. Chimi ojaxi sodwa. შენ ცხენები მიყარ ჩვენი სად მიყავს ცხენები დადა დუდაშკია დადავე ჩვენი ცხენები თორემ ვარა გესვრი თქვენ დურუს რო ესვრით ის კაცები ხარ მე რო ესვრით ის კაცები არ ხარ უმაგო მამაც სახლებო თქვენ
პოლკოვნიკის სეხნიევი უკვე 3 დღეა თბილისში ბრძანდება. განა ნორმალურია რომ შეფის შემოგზანება ჩვენთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, რა თქვენ ბრწყინვალებაო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მისი პიროვნება თქვენთვის როგორც ჩინით ისე თანამდებობით სერიოზულ ფიგურას არ უნდა წარმოადგენდეს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბატონი პოლკოვნიკი დიდი თავადის ნაცვლად ბრძანდება. გამარჯობათ ბატონებო. გთხოვთ. მაშასე, დავიწყოთ ბატონო პოლკოვნიკო. ბატონო ზარანდია, რა ნათესაური კავშირი გაქვთ ყაჩაღ თუთაშხიასთან? დედამისი და მამა ჩემი ღვიძლი და-ძმანი იყვნენ. მაგრამ მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ დათა თუთაშხია ყაჩაღად გავარდნის შემდეგ აღარ მინახავს. და არც ვაპირებ მის ნახვას, თუ ამგვარი რამ ჩემმა სამსახურებრივმა მოვალეობამ არ მოითხოვა. მე ცალკე კითხვათ მქონდა. მართალია თუ არა, რომ თქვენს მიერ კონტრაბანდისტათვის დაპატიმრებული ებრაელის ნათესავებმა თქვენს მეუღლეს საჩუქრად მიართვეს 7000 მონეტად ღირებული ბრილიანტის საყურეები? სრული ჭეშმარიტება. ის ოპერაცია ჩვენ ჩავატარეთ მაისში. გამოძიების დროს ებრაელის ნათესავებმა ქრთამი შემომთავაზეს. თვით შემოთავაზება მოხდა ისეთი ფორმით და ისეთ სიტუაციაში, რომ ბოროტ განზრახვაში მათი მხილება ვერ მოხერხდებოდა. 3 დღის შემდეგ მათ ხსენებული საყურეები ჩემს მეუღლეს შეაჩეჩეს. 1 კვირის შემდეგ კი ქუთაისის ნოტარიუსმა შეადგინა ქაღალდი, რომელიც ჩემს მიერ საყურეების დაბრუნების ფაქტს ადასტურებს. ბატონო ზარანდია, თქვენ ალბათ გესმით, რომ ჩვენი თათბილისის ასე ვთქვათ სახამუშო ნაწილი აუცილებელი ფორმალობა იყო. მესმის თქვენ მაღალ აღმატებულება. იმპერიის შინაპოლიტიკური მდგომარეობა მოითხოვს თვითდინებაზე მიშვებული საქმეების დაუყოვნებლივ დასრულებას. ცნობილია, რომ ამჟამად თქვენს ტერიტორიაზე მოქმედებს დაახლოებით 20-მდე ბანდა და მარტოხელა ყაჩაღი. მათი ლიკვიდაციისათვის ჩატარებულ ღონისძიებებს სასურველი შედეგი არ მოაქვს. რით შეიძლება აიხსნას აღნიშნული მდგომარეობა? ბანდიტს აქვს დასაყრდენი, მოსახლეობის თანაგზნობა და მხარდაჭერა, რასაც ჩვენ სავსებით მოგლებულნი ვართ. და კიდევ ჩვენი მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობენ უნიჭო მარტივი იქონების ადამიანები, მაშინ როდესაც თუ ყაჩაღი მოუხელთებელია, ეს ნიშნავს, რომ იგი ნიჭიერი და მამაცი პიროვნებაა. პიროვნება. გრაფი სრულიად მართალია. დიახ. მეც ასე მგონია. საგანგებო რწმუნებებია საჭირო. მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა მეფის ნაცვალს ამაზე უარს არ ეტყვის. რაში გამოიხატება ეს საგანგებო რწმუნებები? მეფის ნაცვალს უნდა მიენიჭოს უფლება შეიწყნაროს ყაჩაღის წარსული ყველა დანაშაული და შეირიგოს იგი. რა სიტყვის ბატონი ზარანდია? ილაპარაკეთ. მისი ბრწყინვალების დებულებები პრაქტიკულ საქმიანობაში ასეთ სახეს მიიღებენ. ჭკვიანურად შეთხზულ მაკომპრომიტირებელი ხმების გავრცელება, რომელთა შედეგად საქმე გვექნება სახელგატეხილ ბოროტმოქმედთან და რა გმირთან. ასეთიან თავისნები ჩაგვარდება, მითავაზებულ შემორიგებაზე დაგთანხმდება. შემდეგ შემორიგებულის გადმობირება და ყაჩაღებთან საბრძოლოდ გამოყენება. მეთოდი ახალია, იმდენად მაინც რომ იგი ჯერ ჩვენ არ გამოგვეყენებია. და მისი სპეციფიკა თავისთავად მოითხოვს ბანდიტისთან ბრძოლა დაევალოს მხოლოდ ჟანდარმერიას. დაახლოებით ასე მესახება ბატონი პოლკოვნიკის დასკვნაში არსებული მოქმედების პროგრამის არსი. ბატონებო,
ადგილზე საკითხის შესწავლის შემდეგ ვითარება ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა და გეგმაც დაისახა. ვიმედოვნებ, რომ იგი მოწონებული და განხორციელებული იქნება. ჩემი მხრივ გვპირდებით, რომ კავკასიის მეფის ნაცვალი საგანგებო რწმუნებებს მიიღებს. და უახლოეს დროში. გთხოვთ დაასახელოთ კანდიდატურა, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება ამ გეგმის შესრულება. თქვენ ოფრცხინვალებავ, დაასახელეთ თქვენი კანდიდატურა. საგანგებო დავალებათა ოფიცერი ბატონი მუშნი ზარანდია. ხარს ვუჯერ. თანახმოვარ. მოამზადეთ წერილობითი წარდგინება. იმედი მაქვს, რომ თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს თქვენს მამიდაშვილზე, ყაჩაღ თუთაშხიაზეც გაავრცელებთ, არა? რა თქმა უნდა, თქვენ ოფრცხინვალებავ. გამოგიტყდებით ერთგვარი აზარტით აწირსეული მოწინააღმდეგე. გმადლობთ. ბატონებო, თათბირი დამთავრებულია. მუშნი ბატონო, ყაჩაღობასა და აბრაგობას ბოლო უნდა მოეღოს, ცხადია ეგ, მაგრამ ამის თქმა პირველი არაა და დავი ნიკანდრო ბატონო, დავი. პოჩი, თორია რომ არის ერთი, იცი ხო? ლაზარეთის პატრონი და კაციჭამია ვირთაგვები რომ გამოყავს? კაციჭამია უნდა გამოვიყვანოთ ჩვენს. კასრი უნდა მაგას. შკინის ჯობია. ეს ქვეყანა კასრი არა, ნიკანდროქილია, ჰა? კაციჭამია იმით გამოდის ვირთაგვების სამყუდროთ რომ შეებრძოლებიან ერთმანეთს. ხო და სამყუდროთ უნდა წავყიდოთ ეს კაცები ჩვენს. მესმის მგონია რაღაც. ირინე! ბრძანეთ ბატონო? სარჩიმელიას გვარს რომ ლაპარაკობდა ნიკანდროპოლიცმეისტერი, რა იყო ის? მე ველაპარაკებოდი მას. რაჟა სარჩიმელიას დათა თუთაშხიასთვის საყვარელი რო წაურთმევია, იმას უყვებოდი. რა შეკაცო, რა ვააგრევია ყველაფერი. რომელია მაქალი? ლამას რომ ამბობენ ერთს, გვარად პერტია ამგონი. ის წაართვა, ხო? სა რომ ლაპარაკობთ. სინგლიანი რაჟა სარჩიმელიას სასართმევი საყვარელი სატყავს დათა თუთაშხიას. არ დაიჭეროთ, სიცრუე იქნება ნამდვილად. რატომ ვითომ? თოფი და მაუზერი არც რაჟას არჩიმელია მიცის თუთაშხიაზე ნაკლები. თოფი და მაუზერით ართმევენ შეკაცო საყვალებს, ა? მეტის მეტად თარშიყი მამაკაცი და დაუდგრომელი დედათ მავალიაო, გამიგონია რაჟას არჩიმელიაზე. რა იცი შენ, წაართვა თუ არ წაართვა? რაზე გაიჩენდა სარჩიმელია დათა თუთაშხიასთან ამბებს? ქალის მეტი რა ქვეყანაზე? ტრობაზე თუა? ოჩამჩირეში ხალხის გაძარცვის ამბავი გაგებული გექნება შენ. კი. მას შემდეგ დათა თუთაშხიას მოსაკლავი ტყვია, მაუზერიდან არ გამოუღია სარჩიმელიას, მაგრამ მოსაკლავად რომ ვერ მიუდგა ალბათ. ბეჩუნი პერტია შეუცდინა მაშინ. მე ვარ კალბატონი ულიტა. დილამშვიდობისა დათა. მშვიდობა მოგცეს. შემოგითვლია ვნახოს. როგორ გაგიბედო დათა არ ვიცი. ბეჩუნიზე ჭორი თუ გაიგო რამე არ იქნება ის მართალი ცოდე. გავიგე უკვე. მაგრამ ბეჩუნი არის ამ და მაგას არ მჯერამე. მარო ხუხია რომ აბებია ქალი. იმასთან ვიყავი ამ ერთი კვირის წინათ და სულ რომ არ მიკითხავს და სულ რომ არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი. არა მკითხესავით მითხრა. რაჟა სარჩიმელიამ დათა თუთაშხიას საყვარელი წართვა ბეჩუნი პერტიაო. საიდან იცი თქვა და თვითონ გამომიტყდა, სარწმუნოა თქვა და მე თვითონ მოვაშორე რაჟას სიყვარულის ნაყოფიო. როდის იყო მაგ თქვა და გადაშალა თავის დავთარი და წამაკითხა. აგერ 10 ივნის იყო ჩემთანო. რაშია საქმე დათა იცი? 5 ივნის რომ მოვიდა ჩემთან.
ბეჩუნი თავის გუდუნათი 2 კვირა ცხოვრობდა ჩემთან დასახლიდან არ გასულა მაგ რაჟაია წუპაკის დაყრილია მაგ ხმა და არაყვე ჭორს ამისთვის დაგიძახე რაჟა სარჩიმელიას მოგონილი არ უნდა იყოს მაგამბავე დროვა თუ უნდა და ჩემი ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ ჩამისაფრდებოდა სადმე სხვა ამბავია მანდ წავალ თუ გინდა მაროხო ხიასთან ჩემო დათა და გამოვტეხო იქნება ვინ დაავალ ამაგას ამის ლაპარაკი ერს ვითომ ლამაზია. ვისია? რაჟა სარჩიმელიას ვიღაც მდიდარი ოფიცრისთვის წაურთმევია. ხმა, კონკი. ლუკაია, გაყოფაც მივდივარ. ამას ვის უტოვებ, ბუდუ? ბუდუ და ლუკაია დაკავშირები იყვნენ. რაჟა სარჩიმელია მომიწებნე. მუშნი ბატონო, დაბრუნდნენ ჩვენები. რა ქნეს? ყველაფერი წესრიგშია. შემოიყვანე. ბიჭებო, შემოდით. გამარჯობათ მუშნი ბატონო. გაგიმარჯოთ. გამარჯობათ. ბუდუ და ლუკა ნაკაშიევის სახელებით ვახსენეთ. ვახსენეთ, მაგრამ დაიჯერებს რაჟა სარჩიმელია მაგას. რას? ევტარპიაზე მიბარებული მისი ქონება, რომ ბუდუ და ლუკა ნაკაშიევის აღებულია. კარგი, თავისუფლები ხართ. კარგად ბრძანებოდეთ. დაფონდეს. ლუკაია ნაკაშია სულელი ხშირად დადის ოშინ, მეუბნებოდი ნიკანდრო ბატონო. კვირაში ერთხელ საჭმელი მიაქვს ბუდუსთან. მოგახსენი ამას წინათ ავიყვან თქვა, მაგრამ არ ქენი შენ. სულელია და ვერ გავასამართლებთ მაინც. ლუკაიას უნდა დაუგდოს სადმე გზაზე. ხომ აიღებს? აიღებს რას ქვია? იარაღი ატაროს ამისთვის აბრაგოს ლუკაია სულელი. ხოდა ნახავს რაჟა სარჩიმელია მაგიარახს ლუკაიაზე და დარწმუნდება, რომ ნაკაშიევის წაღებულია მისი ქონება ევტერბიასაგან. სად არის ზარანდია? ნუხაშია, ყაჩაღებს დასდევს. დიდხანს დასდევს. პეტერბურგში გაჯავრებული არიან მინისტრიც და შეფიც. თუ პოლკოვნიკის ეხნიევი ჩვენს ყოველთვიურ მოხსენებას მინისტრსა და შეფს აცნობს, მაშინ მათი აღშფოთება გაუგებარია. გრაფ
იცით თუ არა რომ პოლკოვნიკმა სეხნიევმა მინისტრის იცაცნობა რომ მის მიერ მშვენივრად წამოწყებული საქმის განზრახ ჩაგდებას ცდილობთ. თუ ხედავთ რომ პოლკოვნიკის სეხნიევი ყველას ერთად გვებრძვის, ზარანდიას მე და თქვენს. ზარანდია 4 მაზრაში უკვე მიაღწია მიზანსამშრომლად კიდევ 5 მაზრაში ერთდროულად აწარმოებს ოპერაციებს. შედეგები? ბრწყინვალე. 5 ბანდა მთლიანად შემოვირიგეთ 4 თითო კაცამდე შეთხელდა. შემორიგებულთა საერთო რაოდენობიდან 15 კაცი გადმოიბირეთ და 8 ურჩი ბანდიტი მათი ხელით მოვსვეთ. შემდეგ ხილებული და გამოვლინებულია ბანდიტების 200 კაცამდე მფარველი და ხელის შემწყობი. ამას გარდა უკვე მოქმედებს ხმების გავრცელებისა და შეკრების საუცხოოდ დაყენებული სამსახური. ზარანდიამ ყოველივეს 3 თვეში გააკეთა. გრანდიოზულია. რა მაინტერესებს იცით? როგორ ახერხებს ყოველივე მაგას ზარანდია? მან ერთი შვანგირაძე უნდა იყოს შემოვიდეს. ქენის ბრძანებით შვანგირაძე გამოცხადდა. გამარჯობა შენი შვანგირაძე. ხომ ხარ მაგრა? მადლობთ ჩემო ბატონო. შვილები 2 ყავსა რა? ვაჟი. რამდენი სარი ნახო? 16-ის არის 1 და 18-ის მეორე. ნავეტანი კაი და ჭკვიანი ბიჭები არიან მუშნი ბატონო. ხომ სწავლობენ? გიმნაზიაში. თქვენი თავი მოუშალოს ღმერთმა ჩემ შვილებს მუშნი ბატონო. კარგი, დაბრძანდი. საქმე შეუდგეთ. რაკენი? გავაკეთე როგორც მიბრძანეთ. გავავრცელე ვერსია. ლაპარაკობს უკვე ხალხი მუშნი ბატონო. როგორ ლაპარაკობენ? როგორ და თოდუებისას ვიტყვი ჯერ. თოდუების თქვი ჯერ. ახსოვს ხალხს 4 ძმა თოდუები, ბრიყვები და თავხედები რომ იყვნენ. კაცის დაჩაგვრა და დაჯავნა რომ უყვარდა 4-ვეს. აქეთ მათი мама დოროთე თოდუა მეჯოგე, კაი, პატიოსანი, დარბაისელი კაცი. ხოდა იმას ლაპარაკობენ, თოდუებთან კარავში იყო ერთხელ თუთაშხიევო. აუხირდნენ რაღაცაზე ძმები აბრაგს და გალახეს ბოლოს. დოროთე თოდუასი მოერიდა და თუთაშხიას და არ შეუბრუნებია ხელი, მაგრამ წამოსვლის ხანს უთხრა იმ ბრიყვ ბიჭებს. მაგ საქციელით რასაც მოიწევთ მაგას ვნახავო. გავიდა წელიწადი. შეიპარა თუთაშხია თოდუების ოდაში. ჯერ მათ დედას ნუცანაკაშიას მოუღობოლო მძინარეს. მერე 4-ვე ძმა სათითაოდ გამოჭრა ყელი, გაძარცვა იქაურობა და წავიდა თავის გზაზეო. ლაპარაკობენ მუშტი ბატონო და ჯერათ. დურუძიგუას პლელობა და მისი კიკუს გაუპატიურება, თუთაშხიას და მისი კაცების ჩადენილია თქვა, ხმები რომ გავავრცელეთ მის მერე დაიჯერებენ, მაგრამ ახლა მეორე. დაჯიქი. ნაკაშიევი ხო იცი შენ? ბუდუ და ლუკა ნაკაშიევი, ტერორისტები და პოლიტიკური ბანდიტები. ვიცი აბა არ ვიცი მუშნი ბატონო. მაგ ბუდუ და ლუკა ნაკაშიევი ნუცანაკაშიას გაზრდილები არიან. მამი და იყო ის მათი. მივაწვინეთ ხმა ნაკაშიებს მამი და თქვენი და მამი და შვილები თუთაშხია მომწყვიტა თქვა, მაგრამ არ ჯერათ. რატომ? რატომ და იციან დურუძიგუას დუქანში დატრიალებული უბედურება თუთაშხიას ჩადენილი რომ არა. არ არის თუთაშხია, მაგის ფნელია. ჭორია ეგო. უნდა დაიჯერონ. გახსენეს. რაია ეს მუშნი ბატონო? ნუცანაკაშიას სამკაულებია და ხილაბანდის მისია. ჩქარობდნენ ალბათ მძარცველები და რომ ამოჟილდეს ეს ხალხი ასე გამონასკული დარჩეთ იქ. დოროთე თოდუაზე ადრე პოლიცია მივიდა იქ, იპოვეს ეს და აქ მაქვს მას მე. საწოდავი ნუცანაკაში ატარებდა ამ სამკაულებს. ახსოვთ მის გაზრდილ ძმის წულებს, ბუდუ და ლუკა ნაკაშიებს ეგ სამკაულები. მერე მუშნი ბატონო, მერე? ცარიელი ახლა სოფელში თუთაშხიების სახლი არავინ აიქ. ეს სამკაულები ასე ხილაბანში გამოხვეული თუთაშხიების ხრენში უნდა გადამალოშენ. ვინმე ფრთხილი კაცი იპოვე არავინ დაინახოს. ხვდები რამეს? ხვდები აბა არ ხვდები მუშნი ბატონო. პოლიციელი მყავს ერთი, ხენტორ კუპრავა. იმას ვათქმევინებ ვინმე ისეთთან რომ ნაკაშიებს მიუტანოს ამბავი. მამი და თქვენი ნუცას სამკაულები თუთაშხიების ხვენში ნახეს თქვა.
ვინ ნახაო რომ იკითხონ? ვინ ნახაო რომ იკითხონ აბა? სახურავი რომ გამოაცვლევინეს თუთაშხიებმა, იმ ოსტატებმა ნახეს თქვა. კი, იმ ოსტატებმა ნახეს მუშნი ბატონო, აბა. ნახავენ ნაკაშიები კუპრავას. დაუდასტურებს კუპრავა და ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარ შენ შვანგირაზეა. თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს მუშნი ბატონო, მაღალ მაღბერთმა. მოდი აქეთ უკაია. მოდი. აიღო. მოდი ხე. აბასე. აწეზე. დიდი ხა. ადიზე. მართალი ყოფილა ბიჭო. მართალი ყოფილა, კეთილ გუბრა. მართალი ყოფილა. მართალი ყოფილა ბიჭო, ხედავ. შენ სიზრდავ, დათო დაშხია. ხედავ. დედას გიტირებ, დათო დაშხია, დედას. თივა იყო, თივა. უდუია მიდი. წამა ბიჭო. გიდადე შენ იგი. მოგიდე ბიჭო. მოგიდე ჩარაგასო. მოგიდე. წამეგიდე თევა ბიჭო. თევა წამეგიდე. აი. გავა. წელი. აბიჯო წამოდი გასო. ვიში, გუდასკიოსაფი! აკა, გუდასკიოსაფი! მე ვარ. წინავს. გავაღვიძოთ. გაიღვიძე რეჟა. გამარჯობა თქვენ დათაბადონო. მაგრამ ორი დღე ღამეა ველოდები აქ და წასვლას აპირებდი რომ არ მოსულიყავით დღეს კიდევ. პირისპირ ლაპარაკი მინდა მე. დათაბადონო. გზიდან გადაყვანილი ხალხის საქმეში მართალი არ იყავი შენ. მაგრამ გულში არაფერი ჩამიდვია მე. არც ისა მართალი ჩემზე რო ლაპარაკობენ.
ბეჭუნი პერდიასთან საქმე დაიჭირაო. ერთმანეთის წრობა არც ერთს არ მოგცემს ხელს. მტერი გვყავს ორივეს ერთი. და ორივე ერთად რომ მივაკითხავდეთ, აჯობებს მგონია. დათაბადონა, სახყარი გადაგიწვეს ნაგაშიებმა და თუ გიპოვეს, მოკლან იქნება კიდევაც. ფული მქონდა მიბარებული ერთხელთან. წაიღეს ნაგაშიებმა ის. საიდან ის მათი წაღებული რომ არის შენი ფულები? ნახე ჩემი თვალით. ლუკა იაშტერს უკეთია ჩემი ძვირფასი თვლებით მოჭედილი კამარხანჯალი. იმ ქალთან მქონდა მიბარებული ის კამარხანჯალიც. შენ გონია ნაგაშიას მე მოკლავ და მითხი პატი რომ გელის მათგან ვითომ გადაურჩევ იმას მას ეს მოხდეს იქნება მაგრამ შენზე თოდუების სამოწყვეტას რომ ამბობენ მაგის შენს კესერზე დარჩება ყველასათვის თუ არ იმართლე თავი ნაგაშიებთან დათაბადონო შენს მეც რაგას დაუჯერებენ ნაგაშიები ამაღებინე ის ფული და ნახევარი შენი იყოს წადი ახლა შენ გზაზე რაჟა ვიზიკო ერთი კაცს მოფიქრებულია ეგ. ყველაფერი ერთმანეთს გავს. მასია. ასეთი კაცები ხელმწიფის სამსახურში რატომ მიდიან? მაცოდინან ეტარი. ჭკუა ბევრისთვის მიოცია ღმერთს, მაგრამ რას მოახმაროს ის ჭკუა ამის გაგება ცოტასთვის. შენი ცხოვრებას რომ იწყებდი, რანაირი იყო მაშინ შენი გაგება? საშოვარი და შოვნა. მერე? მივხვდი არაფერი რომ არ იყო ესაც, მაგრამ სხვაც რო ვერ ვნახე უკეთესი საქმელი, მივყევი ბოლომდე. ვინახე ნაშოვარი და ვარ ასე, აგერ 100 წლის შეიქნები მალე. კაი ვჭამე, კაი ვსვი, კაი ჩავისვი და დავიხურე ვითომ, მაგრამ მეორე დღეს აღარ მახსოვდა ის. რა მახსოვს იქიდან ახლა თუ იცი დათა. ერთხელ მარტვილის ბაზარში თხაყავდა გამოყვანილი ბის, დაძენძილ დაფლეთილი იყო სულ, დედაბერი ევაჭრებოდა ვიღაც. ზუზუთა ბავშვი, ობოლოხერი მყავს, მისთვის მინდა მაგ-თხა. დედაშვილობა სამაბაზად მომეცია. არაფრის გულისთვის არ თმობდა ბიჭი. მე იაფად ნაყიდ ჩოხას ვყიდი ერთს. ვაჩუქე იმ ბიჭს ის ჩოხა. მისი დაუჯერებლობა გაკვირვება და სიხარული მახსოვს. ახლაც მაქვს თვალებში. კიდევ ის მახსოვს, ჩოხა რომ ვაჩუქე, მისცა ბიჭმა დედაბერ თხა სამაბაზად. სადე მაგმე ბევრჯერ ვცადე მაგმე იცი შენეს მერე ვისაც შევაცი მან გამხადა სწორედ მე თუ არა სხვას გახადა მაინც რომ არ ჩაგეცვა მისთვის გახსა თუ აქცდებოდა თან შენ და ან იმ სხვას არ მიფიქრია მაგაზე. იმედია ჩემი წინასწარი ვარაუდი გამართლდება. ესე იგი ჭანტურების ლიკვიდაცია, სარჩმელიას გადმობირება ჩვენ სამსახურში და თუთაშხეს კომპრომეტაცია. დიახ. თქვენ რატომღაც დარწმუნებული ხართ, რომ ამ დავიდარებაში თუთაშხი არ დაზარალდება? რა ვიცი, შეიძლება. მაგრამ ოპერაციის შედეგების განჭვრეტა ძნელია. შეიძლება თქვენი მამიდაშვილი მოკლა. სხვა დანარჩენი კი ყველაფერი ძველებურად დარჩეს. ვერ მოკლავენ. რა, მისი ვარსკვლავის აგჯერათ? გონიერების. ივან ანდრეიჩ. ერთი სათხარი მაქვს. ბრძანეთ მუშნი.
ზურაბაშვილის საქმე თუ გახსოვთ. მეფის ნაცვლის მოკლის მცდელობა, ტერორისტი ზურაბაშვილი, ცოცხალია? სახალინზეა კატორღაში. თუ გახსოვთ ამ საქმეში მისი საცოლე, ქალბატონი თიკო ორბელიანი გადიოდა. მახსოვს და წარმოიდგინეთ, აქამდე ვერ გამიგია ციხეს როგორ გადაურჩა. უკეთესი იქნებოდა გეკითხათ, როგორ კი არა რისთვის გადავარჩინეთ. რისთვის გადავარჩინეთ? გვინდა გამოვიყენოთ. მას რასაკვირველია ბევრად ურჩევნია სოფლად წავიდეს მასწავლებლად, ვიდრე ციხეში ჩაჭდეს. ვის გინათ მიუჩინოთ? აბრაკ დათა თუთაშხიას საყვარელს, ბეჩუნი პერტიას. გმურად დავაყენებთ მასთან. კიდევ ერთი მეთვალყურე. ივან ანდრეიჩი, რა შემთხვევაში შეიძლება კაცი იმდენად ერთგული იყოს თავის საყვარლისა, რომ 7 წლის მანძილზე დადიოდეს მასთან. მიუხედავად ყოველწუთ სიკვდილის საფრთხისა. თქვენ ათესავს გულისხმობთ? დიახ, დათა თუთაშხიას. როგორც შანს ერთგული ბუნების კაცი ყოფილა, სხვა არაფერი. ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ საკითხს. მართალია ბეჩუნი პერტიას ქმარი თავის ვაჟიშვილის დაბადებას მოესწრო. მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, სიკვდილამდე დაახლოებით 1 წლის მანძილზე ცოლთან არავითარი ურთიერთობა არ შეეძლო. ძიმე სცენით იყო შეპყრობილი. მაშინ როგორ გაჩნდა ბავშვი? ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ ის ქალი ქმრის სიკვდილამდეც თუთაშხიას საყვარელი იყო? ნამდვილად. ვისგან ეყოლა ბავშვი? თქვენ ამის გაგება გსურთ, არა? დიახ, ივან ანდრეიჩი. მაგრამ მომავალი აგენტის გადმობირების ოპერაციას თვითონ ვერ ჩავატარებ. ქალი იქ უნდა იცხოვროს. ხომ შესაძლებელია, რომ ჩემი სახელი ამოტივტივდეს? დაუშვებელია. თუ შეიძლება თქვენი სახელით გაუგზავნი უწყებას ქალბატონ ორბელიანს. მოვიდეს. აი ეგ იყო ჩემი სათხოვარი, გმადლობთ. ირა, ეს გაც. დამტარბია, რაჟას არჩიმელიას ურფასი თვლებით მოჭედილი ხამარ ხანჯალი და ფულები, უდუია, რას მოდიელოს ეს ღორიშვილი, რაჟები, კაცო! რაჟა, ხაგინე! საგორია მე წამსტალა ამან! აგერ ბატონო ნიგანდრა, დაგაშიების საჭურველი. ჩავხოცე მდინარეში. დანაობდნენ იქ. მოვედ თქვენ სამსახურში. ხომ შემომითვალე გამოდიო. დაჭექი აქ. მობრძანდი თიკო. წუხელის ბეჩუნი აივნიდან ფეხის ხმა შემომესმა თითქოს. ხიზელი ძილი გწოდნია თიკო, ჩემი დათა იყო. ბედნიერი ქალი ხარ. ბედნიერი?
7 წელია გიყვართ ერთმანეთი. აქ ყოველ მოსვლაზე სიკვდილი ელის და მაინც მოდის. რა ვქნაწი? ასე გვარგუნა ბედმა. გუდუნა დედა. ამოდი. მოვდივარ. მოდი არ დაგაგვიანდეს. წავიდე. ქალაქიდან იმდენი საინტერესო წიგნები, სურათებიანი წიგნები. დავჯდებით და ერთად წავიკითხავთ. შენ ხომ გიყვარს სურათებიანი წიგნები? თიკოია ინდაური თიკოია ინდაური დაიკარგე თაკედა დაიკარგე რა ნახვილებს თუ იცი თუ გონია შენი თათა თუ დასხიასი მეშინია მე კი გეშინია კი ბარდღუნი ეს თაზიზღარო არც მეშინია და არც ხათრი მაქვს მისი უღრია მაშენ არავის არ აქვს მისი ხათრი შენ მადათა თუ დასხია თოდუები და მათი დედა დაღოცა შენმა დათა თუ დასხიამ დურუმე დუქნე მოკლა და მისი ქალი კიკუ გააუბადიურა შენმა დათა თუ დასხიამ ბარდღუნია ბრიყო ელია შენი დათა თუ დასხია ბაცაცა და ქურდია შენი დათა თუ დასხია რაჟაია სარჩიმელიას საყვარელი ხარ შენ ასია ეს ელია შენი დათა თუ დასხია ელია ქურდი და ბაცაცა შენი დათა თუ დასხია კიკუ გააუბადიურა შენმა დათა თუ დასხია რაჟაია სარჩიმელიას საყვარელი ხარ რაჟაია სარჩიმელიას საყვარელი მორდუხაი ბატონო როგორ მოიქცეს კაცი როცა აღარ იცის რა ქნას და რა აკეთოს რას მეტყვი შენ მაგნაირი კაცებისათვის თქვენ სარწმუნოებას ყველაზე უკეთესი წამალი აქვს მონასტერი სარწმუნოებაში მარტო ის მწამს და მომწონს ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანი რომ წერია დანარჩენი არ ვარ გაიქ საკვირველი ის არის სწორედ იმ უარგისი დანარჩენისათვის რომ შედიან მონასტერში ბერად კაი საქმის საკეთებლად ერის კაცობა ჯობს ნამდვილია ეს არ შევდგები იქ წავალ მე სად ისეთები და იმდენი მოხდა ჩვენს ახლომახლოს ადრეს და ბოლო ხანებშიც რომ ვერ გამოვიტანე აზრი რა ვქნა და როგორ ვიყო მე საკნელი რაც არის და რასაც ვეძებ იქნებ მე რომ მივდივარ იქ არის ის ნახვა უნდა ამას მორდუხაი ბატონო 10,000 მონეტი მჭირია დღესვე თუ ვერ მოვედი ცოცხალი მოგჭა მაჭირი მაქვს ფულებმა თუ ვეღარ მოგისწარი ცოცხალს ისაკს დაუბრუნებ მაშინ თუ ვიცოცხლეთ მე და შენ ასე სამი თვე მაინც არ დაგეკარგება იცი შენ